დიახ, ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე იყო დაკავებული, გათავისუფლებულია. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ პირველებს დაგვიდა სტურა თავად ბორის გოგიჩაიშვილის ადვოკატმა. უფლებადამცველი განმარტავს, რომ გირაოს სანაცვლოდ ბორის გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ის გაათავისუფლეს. ადვოკატი ამბობს, რომ ბორის გოგიჩაიშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ის ახლა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ადვოკატი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვიდრე ბორის გოგიჩაიშვილს გაათავისუფლებდნენ, ის საგამოძიებო უწყება მეორედ გამოკითხა. აქამდე ცნობილი იყო ის, რომ საქმეში იდო მხოლოდ ერთი გამოკითხვის ოქმი, რომ ერთხელ გამოკითხეს ბორის გოგიჩაიშვილი, თუმცა ახლა ირკვევა, რომ დამატებითი კითხვების დასმა დასჭირდა საგამოძიებო უწყებას ბორის გოგიჩაიშვილთან. შეცვალა თუ არა საკუთარი ჩვენება ბორის გოგიჩაიშვილმა, ან დაასახელა თუ არა კონკრეტული სახელები და გვარები, მაღალჩინოსნები, იგივე ვლადიმერ ხუნდაძე საინტერესოა. ამ დეტალებზე ადვოკატი ვერ საუბრობს, ის ამბობს, რომ პოზიციები უნდა შეათანხმოს თავად დაცვის ქვეშ მყოფთან. რაც შეეხება მიმდინარე საქმეს, როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ სწორედ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ პროკურატურის ცნობით, სწორედ მასთან ერთად მოქმედებდა ბორის გოგიჩაიშვილი და ახლა საინტერესოა სწორედ ამ მეორედ მიცემულ ჩვენებაში ბორის გოგიჩაიშვილმა დაასახელა თუ არა ვლადიმერ ხუნდაძე, რადგან პირველ ჩვენებაში ის ვლადიმერ ხუნდაძეზე არ საუბრობდა. თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბორის გოგიჩაიშვილი როდის გაათავისუფლეს? ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მაგრამ მას შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი, ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც არის მათ შორის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის და შეცვლის საფუძველი. უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. მართლა რეანიმაციულ პირობებში ახლა ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი. ხელმეორედ მისცა ჩვენება ბატონმა ბორისმა? ხელმეორედ რას ნიშნავს? გამოიკითხა გამოძიების ფარგლებში. რამდენჯერ გამოიკითხა? ბორის გოგიჩაიშვილი გამოიკითხა ორჯერ. მეორეჯერ როდის გამოიკითხა? რამდენი ხნის წინ? არ მახსოვს ეს თარიღები. შეცვალა რამე საკუთარ ჩვენებაში? დამატებით კითხვებზე უპასუხა გამოძიებას. გამოძიების დამატებითი კითხვები რა შეეხებოდა ძირითადად? მე არა მაქვს პოზიცია შეთანხმებული ბატონ ბორისთან, რომ საქმის დეტალებზე საჯაროდ ვისაუბრო. შესაბამისად, მეც ვერაფერს მოგახსენებთ. მან დაასახელა კონკრეტული მაღალჩინოსნების სახელები და გვარები, აი მაგალითად ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ვლადიმერ ხუნდაძესთან დაკავშირებით მე დეტალებს ვერ მოგახსენებთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე უყურე გუშინ თქვენ სიუჟეტს და თქვენ გაქვთ სისხლის სამართლის მასალები, ჩვენთვის გაუგებარი წყაროებიდან მოპოვებული რა. სხვა სამეთროზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. მას არაფერი ისეთი ინფორმაცია არ მიუწოდებია გამოძიებისათვის, რაც შესაძლოა გამხდარიყო სხვა პირის დევნის საფუძველი. ეს შემიძლია გითხრათ მხოლოდ. პროკურატურის ცნობით ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს ეხმარებოდა სწორედ ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის შემოტანაში, რომ საბაჟო პროცედურები უსაფრთხოდ გაევლო და სწორედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად ახლა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. მან დაახლოებით როგორც ადვოკატი გვეუბნება, ერთი თვის წინ დატოვა საქართველო, თუმცა მას მაშინ არ შექმნია რაიმე დაბრკოლება, რომ დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი. ახლა საინტერესოა, როდესაც ირკვევა, რომ სწორედ ბორისმა მისცა ჩვენება მეორედ საგამოძიებო უწყებას, მან შეცვალა თუ არა პირველი ჩვენება და დაასახელა თუ არა კონკრეტული სახელები და გვარები, მაგალითად იგივე გრიგოლ ილუაშვილი, რადგან როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ახლა პროკურატურაც ცდილობს გრიგოლ ილუაშვილის კვალზეც გავიდეს, მისი გარემოცვის წევრები უკვე დაკავებულები არიან, მაგალითად ერთ-ერთია ვლადიმერ ხუნდაძე. მადლობა ნინო, პირველების პირდაპირ ეთერში ნინო ელეკაშვილი საუბრობდა.